ნამდვილი დიპლომატიური და შესაძლოა სამხედრო სკანდალი ახლა ვითარდება რუსეთსა და იაპონიას შორის. ვლადიმირ პუტინი, რომელიც უკვე 26 წელი ხელისუფლებაშია, პირველად პირადად ჩავიდა კურილის კუნძულებზე, იმავე კუნძულებზე, რის გამოც მოსკოვსა და ტოკიოს დღემდე არ აქვთ ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და იაპონიის რეაქცია მყისიერი იყო. პრემიერ-მინისტრმა სანია ტოკაიტიმ ვიზიტი, ციტატა, იაპონელი ხალხის გზნობების შეურაცხყოფელად და სრულიად მიუღებლად შეაფასა. მაგრამ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იაპონიის პროტესტის ფაქტი, არამედ ორი ქვეყნის ამჟამინდელი ურთიერთობების დეტალებიც. ასევე მნიშვნელოვანია, რას აკეთებდა ვლადიმირ პუტინი კურილებზე, რასაც ისიქ აცხადებდა და როგორ არის ეს მთლიანობაში დაკავშირებული ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ქცევასთან ამ რეგიონში. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ურთიერთქმედებს და დაკავშირებულია. ვინაიდან ვლადიმირ პუტინმა წინადრეს კრეისერ ვარაგის ბორტზე მკაცრად ისაუბრა, როგორც ის ამბობს, იაპონიის არაპროვოცირებულ სანქციებზე და ახსენა სინძო აბე. გარდა ამისა, ვიზიტი მოხდა მომდევნო დღეს, მას შემდეგ რაც რუსეთის მოკავშირემ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გაუშვა. მოკლედ, მოდით გავარკვიოთ და ყველა ეს პაზლი ერთიან სურათად შევკრათ. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად გავარკვიოთ ამ თემაში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. შეამოწმეთ ახლავე, გამოწერილი ხართ თუ არა ამ არხზე. შეიძლება დიდი ხანია უყურებთ ჩემს გამოშვებებს, მაგრამ უბრალოდ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჯერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამიტომ ახლავე ამ ვიდეოს ქვეშ შეამოწმეთ, გამოწერილი ხართ თუ არა. მოგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინი ეწვია იტურუპის კუნძულს. ეს არის ყველაზე დიდი კუნძული კურილის ჯაჭვში, რომელსაც აკონტროლებს მოსკოვი, მაგრამ მასზე პრეტენზიას აცხადებს ტოკიოც. ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში, ადგილობრივ სკოლაში კურილსკში და საავადმყოფოში. მოკლედ ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და შეხვდა სახალინის ოლქის გუბერნატორს ვალერი ლიმარენკოს. აი სხვათა შორის ბოდიში ლირიკული გადახვევა. ხშირად ვამჩნევ, რომ რუსეთში ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანია უკრაინული გვარებით. ანუ ლიმარენკო უკრაინული გვარია. აი დაბოლოება, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგრამ დაუბრუნდეთ თემას. კრემლმა გამოაქვეყნა ვიდეო ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შესახებ იტურუპში. აი ასე. ხოლო რუსული მედია იუწყებოდა, რომ პუტინს ქარხანაში წითელი ხიზილალით გაუმასპინძლდნენ. საერთოდ სურათი ასე გამოვიდა, რომ თითქოს ვლადიმირ პუტინი ნახეთ მშვიდად ესაუბრება ჩვეულებრივ რუსებს და ჭამს ხიზილალას ამავე რუსებთან ერთად. მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, სადღაც კურილებზე, ასე შორტს აიყვანეს, რომ იქ ნამდვილად არ ყოფილიყო არანაირი მკვლელობის მცდელობა. და სანამ იტურუპზე ჩავა, ვლადიმირ პუტინი იყო სახალინზე, სადაც დააკვირდა წყნარი ოკეანის ფლოტის ცრუხტნების დასმით ეტაპს. და ამ ყველაფერს აკვირდებოდა კრეისერ ვარიაგის ბორტზე. სწორედ იქ, გემის გემბანზე, გააკეთა მან განცხადება, რომელმაც მთელ ვიზიტს ტონი მისცა. შემდეგ მისი ციტატა. კურილის კუნძულების ამჟამინდელი სტატუსი საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულია როგორც რეალობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შედეგებით ჩამოყალიბდა. მაგრამ მაშინაც კი რუსეთი მზად იყო ეძებნა გამოსავალი იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით. შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გაიხსენა იაპონიის გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს კონკრეტული სახელი. მისი თქმით, მოსკოვს, ციტატა, ჩამოუყალიბდა კონსტრუქციული ურთიერთობები იაპონიის რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის ტრაგიკულად დაღუპულ ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბესთან. მან ბევრი გააკეთა იაპონიისა და რუსეთის დაახლოებისთვის, ჩვენი პოზიციების შეთანხმებისთვის. შემდეგ კი პუტინი გადადის პრეტენზიებზე და აცხადებს, რომ იაპონიამ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც გაველურებული რუსული ოკუპაციური ჯარები უკრაინაში შევიდნენ 2022 წლის თებერვალში. და ციტატა, რუსეთი შეიყვანა საფრთხის მთავარ წყაროთა სიაში. ეს მისი თქმით გახდა იაპონიის იმ კონსტრუქციული კურსის ცვლილება. ცალკე ვლადიმირ პუტინმა საკითხის ისტორია გაახსენა. ჩვენ ხომ ყველანი გვახსოვს, რომ პუტინი საოცარ ისტორიკოსია. უკრაინელები კი მასზე იცინიან, რომ სულ პეჩენეგებსა და ვარანგებს იხსენებს. ეს სრული სიგიჟე. აი ესე. მოკლედ პუტინმა გაახსენა, რომ 1950-იანი წლების შუაში საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც გზას ხსნიდა. გზას მშვიდობის ხელშეკრულებისკენ და შესაბამისად კურილების საკითხის გადაწყვეტისკენ. შემდეგ იაპონიამ უარი თქვა ამ დეკლარაციაზე, თქვა პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი წავიდა კომპრომისზე და განაახლა მოლაპარაკებები მშვიდობის ხელშეკრულებაზე.
და ბოლოს მისი ასეთი შემაჯამებელი ციტატა. ეხლა სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ პოზიციების ცვლილებას, რომელიც ხაზგასმით ვამბობ, აბსოლუტურად არ იყო ჩვენს მიერ გამოწვეული. ბოდიში, მაგრამ ეს უბრალოდ სრული იდიოტია. ანუ ვლადიმირ პუტინი ესე თქვათ, ამბობს რომ მოდით ასე, დავაფიქსიროთ, რუსეთი იკავებს ზღვის კუნძულებს. კურილის კუნძულები არასდროს ეკუთვნოდა გაურეცხავ რუსებს. ეს იაპონური კუნძულებია. რუსეთი ოკუპირებს ამ კუნძულებს, მაგრამ იაპონიის პრეტენზიებს უწოდებს არაპროვოცირებულს. რა ხდება პუტინის თავში? ან რა პირუტყვებად მიაჩნია მას ყველა დანარჩენი თვით რუსეთში? ანუ რუსი ხალხი მართლა იმდენად სულელია, რომ ელემენტარული რაღაცებიც კი არ ესმის. ანუ ელემენტარული რამ არის შემდეგი. კურილის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. პუტინი ამბობს, არ ყოფილა იაპონიის მხრიდან არანაირი პროვოცირებული ქმედება, რაზე ბრაზდებიან ისინი. ეხლა იაპონური მხარის რეაქცია. და ის იყო მკაცრი, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიურ დონეზე. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა კატეგორიულად აპროტესტებს პუტინის ვიზიტს. ხოლო თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკაიჩიმ ჟურნალისტებს შემდეგი განცხადა. ციტატა: ჩრდილოეთი ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია, როგორც ისტორიულად, ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს აყენებს შეურაცხყოფას და აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ართულებს ურთიერთობების აღდგენას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან დავის კონტექსტი მნიშვნელოვანია კონფლიქტის მასშტაბის გასაგებად. კურილის ქედის 4 სამხრეთი კუნძული მოსკოვის კონტროლქვეშ გადავიდა. როდესაც საბჭოთა ჯარებმა ისინი მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიკავეს, ფაქტობრივად ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. იაპონია მათ ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს და თვლის, რომ ეს სუვერენული იაპონური მიწა. ზუსტად ამ დავის გამო 10 წლეულებია მოსკოვსა და ტოკიოს ოფიციალურად არ შეუძლიათ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ურთიერთობებს დაასრულებდა. ორი ქვეყნის ურთიერთობები მკვეთრად გაუარეს და მას შემდეგ რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. იაპონია G7-ის სხვა ქვეყნებს შეუერთდა და სანქციები დაუწესა რუსეთს. ასევე კიევს ფინანსურ და არალეტალურ დახმარებას უწევს. და კიდევ ამ წლის თებერვალში კრემლმა განაცხადა, რომ იაპონიასთან მშვიდობის დიალოგი არ მიმდინარეობს და ორმხრივი ურთიერთობები პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი, რადგან მოსკოვმა ტოკიოს პოლიტიკა არამეგობრულად შეაფასა. ანუ პირუტყვი თავს ესხმის მეზობელ ქვეყანას. მთელი ადეკვატური მსოფლიო ამბობს, რომ თქვენ უთვინო პირუტყვები ხართ. და ეს პირუტყვები ამს, თქვენ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებთ. და ეხლა დეტალი, რომელიც ვლადიმირ პუტინის კურილებზე ვიზიტს დამატებით ქვეტექსტს ცენს. პუტინმა ეწვია იტურუპს მომდევნო დღეს, როცა რუსეთის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეა განახორციელა რაკეტის გაშვება. ფხენიანმა ოთხშაბათს უკვე მეორედ ჩაატარა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. ეს იყო მეცხრე მსგავსი გამოცდა წლევანდელი წლის დასაწყისიდან. რაკეტა გაუშვეს ვანსამის რაიონიდან, აღმოსავლეთ სანაპიროზე და მან 700 კილომეტრზე მეტი დაფარა. სამხრეთ კორეის სამხედროებმა და სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ეს პროვოკაციულ ქმედებად შეაფასეს და ფხენიანს მსგავსი გაშვებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს. სამხრეთ კორეის და იაპონიის ხელისუფლების მონაცემებით, სავარაუდოდ რაკეტის გაშვება სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ეთობლივი სამხედრო წვრთნების, სახელწოდებით ულჩი Freedom Shield-ის წინააღმდეგ პროტესტს წარმოადგენდა. ეს წვრთნები 17 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ფხენიანი წლების განმავლობაში მსგავს მანევრებზე საკუთარი დემონსტრაციული რაკეტების გაშვებით რეაგირებს. აქაც ვიტყოდი, რომ ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ცდილობს თავისი ქმედებები მოკავშირეების ნაბიჯებთან დაასინქრონოს, რადგან ახლა იაპონიას რუსებთან ურთიერთობების გარკვევაზე უწევს ყურადღების გადატანა. ვიზი დიქტატორი მივიდა იაპონურ კურილებზე. ესეც რეაქციის შესამოწმებლად კეთდება, რადგან ვლადიმირ პუტინი ხაზგასმით ვამბობ, მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში არც ერთხელ არასდროს არ ყოფილა ამ ოკუპირებულ იაპონურ კუნძულებზე. ასე რომ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, ასე გამოიყურება. პუტინის პირველი პირადი ვიზიტი სადავო კუნძულებზე ბოლო 26 წლის განმავლობაში. უბრალოდ პროტოკოლურ ვიზიტი თევზის ქარხანაში არ არის. ეს არის გათვლილი პოლიტიკური ჟესტი ტოკიოსთან დაძაბულობის ზრდის წინდა დროს. პუტინმა საჯაროდ უწოდა იაპონიის სანქციებს არაპროვოცირებული. მან კი აბესთან დაკავშირებულ კარგ მოგონებებზე მიუთითა, მაგრამ მაშინვე მკაცრად მიანიშნა, რომ
კუნძულების სტატუსი მოსკოვისთვის ომის შედეგებით არის განსაზღვრული და განხილვას არ ექვემდებარება. იაპონიამ უპასუხა მაქსიმალურად მკაცრად. მისთვის ხელმისაწვდომი დიპლომატიური ენით. და რა, როგორც მათ განაცხადეს, ეს იყო მკაცრი პროტესტი და სიტყვები იაპონელი ხალხის გრძნობების შეურაცხყოფაზე. მაგრამ იცით, ყოველთვის ძალიან უცნაურია, როცა უყურებ, როგორ იქცევიან აშშ-ის მოკავშირეები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. არ უნდათ, უბრალოდ არ უნდათ. ისარგებლონ რუსეთის სისუსტის ისტორიული მომენტით და თავიანთი მხრიდან მიაყენონ დარტყმა. და დაიბრუნონ ის, რაც კანონიერად ეკუთვნით. ისინი ხედავენ სისუსტეს, მაგრამ მაინც უმოქმედოდ რჩებიან. აქ წერტილს დავშომ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. თავს გაუფრთხილდით, ყველას ნახვამდის.